ანსამბლი რუსთავი საკუთარ შემოქმედებას ამჯერად დიდ ბრიტანეთში წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ კონცერტებზე ქართული ფოლკლორისა და საგალობლების უნიკალური ნიმუშები შესრულდება. საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხურ სიმღერებთან ერთად საგადასტროლო ტურნესთვის მომზადებულ პროგრამაში საგალობლების უძველესი ნიმუშებიცა. კონცერტებთან ერთად დაგეგმილია შეხვედრები ქართული მრავალხმიანი სიმღერების შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებთან. ქართული ფოლკლორისა და საგალობლების უძველეს და უნიკალურ ნიმუშებს ანსამბლ რუსთავის გუნდი წლის პირველი და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო გასტროლისთვის ამუშავებს. თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ანსამბლი დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქს ესტუმრება და კონცერტებს გამართავს. ჩვენ ვიწყებთ გლაზგოთი, სადაც 12 რიცხვში ჩატარდება კონცერტი. კონცერტამდე იქნება სამუშაო შეხვედრა, სადაც ის პირები, ვინც არიან დაინტერესებულები ქართული ხალხური სიმღერის შესწავლით, სწორედ ეს ადამიანები დაესწრებიან ამ ღონისძიებას და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს გუნდები მარტო არ ისმენენ, ან უბრალოდ ინტერესი არ გააჩნიათ ქართული სიმღერის, ისინი სწავლობენ და შემდეგ ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც 7 კონცერტი ჩაინიშნა, ჯერ კიდევ გასულ წელს დაიგეგმა, როდესაც ანსამბლი გასტროლზე როიალ ალბერტ ჰოლში იმყოფებოდა. პროგრამა, რომელსაც ამზადებენ ანსამბლის მიერ შესრულებული ცნობილი ნიმუშებისგან შედგება, თუმცა რეპერტუარში შეაქვთ ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც უცხოეთში აქამდე არ შეუსრულებიათ. და ამის შემდეგ არის ქართული სუფრის წესის წარმოდგენა. ანუ ეს ყველაფერი ტრადიცია არის ერთად მოცემული, სადაც ერთიანდება სიმღერა, სუფრის წესი, ამ ყველაფრის შესწავლა, შემდეგ და ახსნა ბრიტანელი მსმენელისთვის და ჩვენ გვიხარია, რომ ანსამბლი რუსთავი აგრძელებს იმ დიდ ტრადიციას, იმიტომ რომ ბატონი აზორ ერქომაიშვილი ძალიან ხშირად მოგზაურობდა უცხოეთში, ის თავად ასწავლიდა ქართულ ხალხურ სიმღერებს და ის რომ დღეს ამდენი ადამიანი განსაკუთრებით უნდა ითქვას, რომ ინგლისში ასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერას და გალობას, ანსამბლ რუსთავის და ბატონი აზორ ერქომაიშვილის ერთ-ერთი, ვთქვათ, ნაწილია აი მოღვაწეობის და დიდი დამსახურება, რა თქმა უნდა. ქართული კულტურა და ტრადიცია როგორც ერთი მთლიანობა, ამ საგასტროლო ტურნეს მთავარი ხაზია. გააცნო და შეაყვარო, მთავარი ამოცანა. პროექტი ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციას და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ჩვენ სადაც კი ვყოფილვართ და წარმოგვიჩენია ჩვენი ფოლკლორი, კულტურა, ყველგან ვიჩენთ მეგობრებს და შემდგომ ეს ადამიანები ჩამოდიან საქართველოში, რომ უფრო ახლოს გაიცნონ ქართული კულტურა. ამიტომ ჩვენთვის პასუხისმგებლობა დიდი არის, ვინაიდან ამჯერად შევხვდებით ისეთ ადამიანებს, რომელთანაც არ გქონია შეხება. კონცერტები და სამუშაო შეხვედრები გაიმართება ქალაქებში: გლაზგო, მანჩესტერი, ოქსფორდი, ბრისტოლი, კრედიტონი, კარდიფი, ლონდონი და ჰასტინგსი. ანსამბლი რუსთავი საგასტროლო ტურში 12 თებერვალს განგზავრება.